მოიგმატა. ძირითადად რა სახის პურზია? დაჭრილი პური რომ არის დიღომის. ლარი და რაღაცა ღირდა ხომ აღარ მახსოვს ზუსტად და ლარი და 20. ეხლა ლარნახევარია. მომატებით დამეტარი არ მომატია, მაგრამ წონას დააყლეს და იგივე ჩვენი მოტყუილება არის შვილო პურზე. დანარჩენი ყველაფერი ხო იცით უმაღლესად არის ცხოვრებაში. ისე ყველაფერი რომ მომატებულია და ვერაფერს ვიყიდულობთ რა. მაგას რა თქმა უნდა. დაანძირებია ყველაფერი. მაღალია ეთყობა ძალიან. უკიდურესად ისე რომ ნამდვილად ხალხს უჭირს ამ ფასებით პროდუქტი რომ მოიმატებს ყველანაირად პირობები რასაკვირველია რომ საშინელი იქნება ხალხის ცხოვრების მდგომარეობა. არ არის სიკეთე. ეგრე უნდა გააკეთო რომ პურს მოუმატონ და ყველაფერ მოემატა შვილო პროდუქტსაც ყველაფერს მოემატა. აი ეხლა ვზივარ ფიქრობ რა მიუტანო ბავშვებსა რა ვნავქნა ფიქრობ ის პენსიაც რა არის არაფერი ყველაფერი ცეცხლის ფასია. არა ვარ აი მადლობლებ და კმაყოფილე განამარტომი არავინ არა ვარ. პურის მომატება რაღა იყო ცალა პურ მაინც შეჭამდა ადამიანს. აი ეგ არის ჩემი სათქმელი. ადამიანი აჰა ბაზარში გამოვედი ცეცხლის ფასია და მერდი ვარ цаრიელი ვერაფერს ვერ ავყიდა. ძალიან ცუდ დროში ვარ ძალიან რომ მეტი არ შეიძლება არ ვიცი რა. მე სოფლიდან ვარ და მომატებული აქვს და აკრაფასები მაგას ვერ გეტყვით. როგორ პურზია და რამდენი თეთრით არის? ყველანაირი პური ღირს ლარი და 20 ჩვენთან. ლარი. ეხლა მომატებულია.